მოგესალმებით საკავშირების მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს უმკაცრესი შესაძლო გამოხმაურება, რადგან პარტიების აკრძალვა არის ფორმალურად დიქტატურის გამოცხადება, თუ კი რეალურად აქამდე ქართული ოცნება ეთამაშებოდა ავტოკრატიის იდეას და პრაქტიკას, ახლობათ ღიად და პირდაპირ დაანონსეს დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ქართული ხალხის რჩეული დემოკრატიული ძალები პირდაპირ იგრძალება ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლა და არაფერი სამართლებრივი აქ, რა თქმა უნდა, სახეზე არ არის. აი, როგორი ნონსენსია, მაგალითად, აი, ლელო შემთხვევა რო ავიღოთ, ხო? როგორი ნონსენსია პოლიტიკური პოზიციის გამო. ჩვენი პოლიტიკური შეხედულების გამო, რაც არის ის, რომ ეს რეჟიმი არ არის ლეგიტიმური. აი, ამის გამო აკრძალო დემოკრატიული პოლიტიკური ძალა. აი, ამ ტიპის ნონსენსს მოისმენს ნორმალური ადამიანი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მათ შორის, როგორ შევა კონდეს რაიმე სხვა ტიპის გამოხმაურება და რეაქცია, გარდა იმისა, რომ ქვეყანას მართავს ბოროტოქმედი რეჟიმი, რომელსაც მიიტაცა ადამიანების მომავალი, მიიტაცა არჩევნები, მიიტაცა სახელმწიფო, მიტაცებული აქვს მართლმსაჯულება და უნდა რომ მიიტაცოს ჩვენი ქვეყნის ისტორია და ისტორიული გეზიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მარტივად არ ჩაივლის ჩვენს საკონსტიტუციო არჩევნებს ამავე დროს მინდა თქვა ძალიან ფართო მხარდაჭერა გააჩნია, სულ მალე ALDE გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით და ALDE-ში მოგეხსენებათ არის მარტო ALDE რო არის რამდენიმე წამყვანი პარტია, რომელიც მართავს ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროპული კავშირისა, ის როგორც რამდენიმე ევროპელი კომისარი, ისე როგორც რა თქმა უნდა მინისტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ის რომ ეს ანტიეროვნული ხელისუფლება არის ანტიევროპული ხელისუფლება, ეს არის ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი რამ და ჩვენ იმ მისიაშიაშიც ვართ ძალიან კარგად უნდა გვესწროს ვიცავთ არა მარტო ევროპულ არჩევანს, არამედ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ქართულ სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ ამ პირობებში, რაშიც ახლა ქართული ოცნება ამყოფებს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი ქართული არ გაიხარებს. აქ ევროპულის დაცვა კი არ ხდება, ეროვნულის დაცვა ხდება პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს დაცვა. და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებაც არის სწორედ ასეთი. გრიგოლ, წინა სტუმარმა მაგალითად გამოთქვა ვარაუდი, გია ხუხაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რომ მთავარი აკრძალვა, ესე ვთქვათ, მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის ნაცმოძრაობა და ახალი, ხოლო ლელო როგორც რაღაც საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯისთვის ერთ პარტიაზე მიიღებენ უარს და ეს შეიძლება იყოს ლელო. ამის მოლოდინი რამდენად გაქვთ, ანუ პოლიტიკაში, ესე ვთქვათ, დარჩენის ყოფნის შესაძლებლობას უყურებთ, ესე ვთქვათ, აი ამ თვეების პერიოდში, ვიდრე საკონსტიტუციო განიხილავს და შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს, ანუ მოლოდინი რომ შეიძლება უარყოფითი იყოს ეს დასკვნა რამდენად გაქვთ, ანუ რაზეა გათვლა, როცა პოლიტიკური ცხოვრების მომავალს გეგმავთ? დავიწყებ იმით, რომ მე არ ვაპირებ ქართულ ოცნებას ვთხოვონ ნებართვა, იმასთან დაკავშირებით ვიყო თუ არა პოლიტიკაში, ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება და ჩემი თანაგუნდელების პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ძალიან აქტიურად, კიდევ უფრო მეტი შემართებით, კიდევ უფრო მეტი, როგორ ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, ბრძოლა გაგრძელდება და იქნება გამარჯვებისკენ მიმავალი ბრძოლა. ამის არანაირი ეჭვი არ გამარჯვა არასოდეს და არც ეხლა არ გამაჩნია. დღიდან დაფუძნებისა რაც ჩვენი გუნდი შეიქმნა, მამუკა ხაზაძე, ბატუ ჯაფარიძე ფაქტობრივად ყოველთვის იყვნენ სამართლებრივი დევნის საგანი. ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა, საერთოდ რაც შევიქმნით სულ ვიდევნებით, სულ ვართ აი ამ როგორ ვთქვათ, აი ამ ქაოტურ მდგომარეობაში, როდესაც რეჟიმი სტოპს არ დაგცვალდეს პოლიტიკის კეთება, ამიტომ ქართულ ოცნებას არ ვთხოვთ ნამდვილად ნებართვას, არასოდეს ჩვენ ვართ და ვიქნებით პოლიტიკაში, რომ ჩვენი ამომრჩეველი წყვეტს ამას და არა რამდენიმე რუსი ვიგინდარა სახელად ქართული ოცნება, ეხლა რუსთაველის რანომერში გამოიკეთნენ და პარლამენტს ეძახიან საკუთარ თავს, ეხლა მაგ არ არაობებს, მაპატიო საზოგადოებამ ეს შეფასება, მაგ არ არაობებს ნებართვას ნამდვილად არ მოვთხოვთ ვიყოთ თუ არა პოლიტიკაში, ეს ერთი. მეორე მე არ დავიწყებ მარჩიელობას, ეხლა რა შევა მოხდეს და რა არა, იმიტომ რომ როცა ჩვენ ცხოვრობთ რეპრესიული რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ქვეშ, ყველაფერი ყოველთვის არის არაპროგნოზირებადი და ეს არის მათ შორის რეჟიმის სახის და როგორ ვთქვათ არსებითი შინაარსის გამოხატულება, ხო? ავტოკრატიული რეჟიმი ასე მუშაობს. შენ არ უნდა იცოდე არასდროს რა გელის.
რომ ვერ დაგეგმო ვერაფერი და ვერ აკეთო პოლიტიკა. ჩვენ ამას განვდექით სწორედაც მათ შორის ბოლო კამპანიით, რასაც თქვით, რომ ჩვენ დღის წესრიგს მივყვებით და გავაკეთებთ პოლიტიკას. განვშოთ იმისა, რა მოხდება მერე. და გვახსოვს როგორი რეაქციებს ვისმენთ და ეხლა სად არის ეს ხალხი ძალიან მაინტერესებს, რომელიც ლაპარაკობდა რაღაცა 1000 გვარ წარმოუდგენელ ბრალდებებს აუცელებდა ჩვენი მისამართით. და დღეს სად არიან ძალიან მაინტერესებს. სად წავიდა მათი? დღეს არის მათი მხრიდან გრიგოლ გეტყვი, დღეს არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ აი რაღაც საერთო პროცესს თუ პროტესტს შეუერთდებით, იმიტომ რომ ნახე აქა-იქ მსგავსი მოწოდება. ძალიან კარგად ვიცი სადაც არიან, მე რიტორიკულად ვიკითხე, მხოლოდ სად არიან, უბრალოდ მათი ანალიზი სამი თვე რომ ადამიანებს შთააგონებდნენ, ხო, არჩევში არ მონაწილეობას და რაღაცებზე ლაპარაკობთ, რაღაც კი მინდა გავიხსენო, ხო, მაშინ არ პასუხობდი, ახლა რაღაც უპასუხო, ხო, რაღაცა შეთანხმება, გარიგება და ასე შემდეგ. დღეს სად არის ეს ხალხი და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ გამონათქვამებზე და განცხადებებზე, რომლის გამოც თბილისი აჩუქეს 20%-იან რუს კორუმპირებულ მენს, ხო, რომელიც რეალურად მიიღებდა ბოიკოტის არასრულ შემთხვევაში მიიღებდა 37%, მაგრამ მე მაგას აღარ მინდა შევეხო. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ვიყავით თანმიმდევრული, ვიყავით სწორი, ვართ ახლაც სწორი, ქართულოცებას არავინ არ კითხავს, ჩვენ გავაგრძელებთ თუ არა ქართულ პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ ეს არის ისტორიული მისია, ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი მთელი ცხოვრება, კარიერა, დრო, ენერგია, ყველაფერი ამას დავუთმეთ. არა ვართ ხალხი, რომელიც მარტივად შეიძლება სალმე წავიდეს სხვაგან, იმიტომ ჩვენ ყველას ქონდა სხვაგან არც თუ ისე უინტერესო შემოთავაზებები ყოველთვის და ეხლაც გვაქვს, მაგრამ ამ ბრძოლაში ვართ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი და მისია და ეხლა ვიღაცა, რომელიღაცა გამოპროტუნებული ხოცი რაღაცას დააჭერს ხელს, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში გონიათ ეგ ამგზავრავს მე? არა და არასოდეს. ნამდვილად ვერ მე ჩემი ამომრჩეველი ხალხის ხალხი, ვისაც დავპირდი რომ მათთვის ვიბრძოლებ და მე ამ სიტყვას ვეკიდებით ძალიან დიდი სიფრთხილით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. არსად არ წავა ჩვენი გუნდი არასოდეს. ერთ-ერთი სამართლებრივი რაღაცა. სამართლებრივად თუ ეს შეუძლებელი გახდება ლეგალურ პოლიტიკის კეთება. ყოველთვის ვიპოვით გზას იმისა რომ ვიბრძოლოთ. კი ბატონო, გრიგოლ, დიდი მადლობა. მე ვერ დავიწყებ. თავარი არის ის, რომ ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც და რა თქმა უნდა, ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა გრიგოლ გეგელიას.